ალბათ გახსოვთ წლების წინ ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში, როგორ საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა ისე იყო გამოსწორებული და ისეთი სისწრაფით მიდიოდა წინ, რომ თურმე ევროპის ქვეყნებს, ევროპის კი არა და ამერიკასაც კი გავასწარით ეკონომიკური განვითარებით და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყო. ამას დამატებული ბიძინა ივანიშვილიც თავის საინფორმაციო წყაროებით გვესაუბრებოდა, რომ ისეთ ქვეყნებსაც კი გავასწარით, როგორებიც მაგალითად საფრანგეთი, გერმანია, ამერიკა, ინგლისი და კიდევ უფრო მაგარი განვითარებული ქვეყნები იყო. და ამის შემდეგ უკვე ირაკლი ყობახიძემაც იგივე პოლიტიკა და იგივე პროპაგანდა გააგრძელა და ის საუბრობდა, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდში უკვე მიაღწიეს იმდეს, რომ 10%-ზე ნაკლები იყო მაგალითად გაჭირვებულთა რიცხვი. და გამოდის ირაკლი ყობახიძე და უკვე დღეისთვის საუბრობს იმას, რომ თურმე ევროკავშირის ყველაზე გაჭირვებული ქვეყნებიც კი ჩვენზე 35-დან 40%-მდე უფრო უკეთესად ცხოვრობენ და კარგი ხელფასებია. და ამას იცით რატომ ამბობს? იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიცია შემოგვატენოს. როცა სჭირდებათ საქართველოს ყველაზე განვითარებული და სწრაფად ეკონომიკურად მზარდი ქვეყანაა, მაგრამ როდესაც სჭირდებათ, ისინი ამბობენ, რომ საქართველოს განუვითარებელია. საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა სავალალოა, რომ ევროპის ყველაზე გაჭირვებული ქვეყნების კი ჩვენზე 40%-ით წინ არიან. და ეს კეთდება იმიტომ, რომ დაგაჯეროთ თითქოს, რომ ეს ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიცია გადარჩენის გზა არის, რომ ასე დავეწევით. აი, მხოლოდ ამითაც უნდა მიხვდეთ ვიღაცეები, რომ გატყუებენ. კი მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც იმიტომ ეთანხმებიან ქართულ ოცნებას ყველა სიბინძურეზე და სისულელეზე, რომ აწყობთ. იმიტომ რომ მათი ინტელექტის პატრონი სხვა სამსახურს ვერ ნახავენ. დარჩებიან უსამსახუროდ და იმ 500, 600 და 700 ლარსაც დაკარგავენ. მაგრამ არსებობენ კიდევ მეორე ნაწილი საზოგადოებისა, რომლებიც საზოგადოებას სულაც არ ეკუთვნიან. ისინი არიან ტროლები, რომლებიც მაგალითად ერთი პიროვნება მართავს 100 Facebook accounts და აი ამ 100 ფიქტიური ადამიანის სახელით და გვარით ის ქმნის იმის ილუზიას, რომ ქართულ ოცნებას მართლაც ბევრი მხარდამჭერი ხავს და რაც არ უნდა დადო ვიდეო, თუ კი რა თქმა უნდა, ბევრი ნახვა ექნება და რეაქციები ექნება დადებითი, აუცილებლად შემოვარდება აი ეს ტროლების ბანდა და ცდილობენ დისბალანსი რამენაირად აღმოფხვრან. ასე რომ ქართული ოცნების სახით საქართველოს ყავს ჯალალედინი, მურვანყრუ, თემურლენგი, შაჰაბასი და ყველაზე მთავარი და ყველაზე დიდი მტერი ვინც არის დღეს 21 საუკუნეში, ეს არის ვლადიმერ პუტინი. და ირაკლი ყობახიძე როდესაც საუბრობს, იცოდეთ რომ საუბრობს ვლადიმერ პუტინი.